თქვენ ალბათ გონიათ, რომ მკვლელობა მხოლოდ იარაღის ამოღება და ვინმესთვის ტყუის სროლაა. ჩემი აზრით ეს ნამდვილად ასე არ არის. მკვლელობაა ჩვეულებრივ ის, როდესაც გზაზე სირენა ჩართული სასწრაფო დახმარების მანქანა მოდის და შენ მას გზას არ დაუთმობ. სამწუხაროდ ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა მაშინ, რომ სასწრაფო რამდენიმე წუთით ადრე მოსულიყო. თუმცა სასწრაფოს ადრე მოსვლის მიზეზი სწორედ ძირითადად ხართ თქვენ, როდესაც სასწრაფო ამას ვერ ახერხებს. და ეს იმის ბრალია, რომ ხშირ შემთხვევაში სასწრაფოები თვითონ ხდებიან ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი. გალის რაიონის ცენტრში რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას ჯიპის მარკის ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილებს შორის არიან გალის რაიონის ექიმები, პაციენტი და პაციენტის ოჯახის წევრი. ეს სამწუხარო ინფორმაცია ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ბოლოს გავრცელდა, თუმცა ესეთი ფაქტები ადრეც მომხდარა ხშირად. ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში სასწრაფო დახმარების მანქანამ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. დაშავებულია 2 ექიმი, რომლებიც მცირე ტრაუმული დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების ავტომობილი დაეჯახა. დაზიანებები მიიღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა. გვინაღამით თბილისში მარჯვენა სანაპიროზე მსუბუქი ავტომანქანა სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად არიან დაშავებულები, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დამეთანხმებით, რომ ძალიან ცუდი მოსასმენია ეს ყველაფერი, რაც ახლა ვნახეთ და ამიტომ ექიმებმა წამოიწყო კამპანია. დაუთმე გზა სასწრაფოს და გადაარჩინე სიცოცხლე. ამ წამოწყებაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროც გვერდდება და სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენ ჩავატარეთ ერთი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი. ექიმების ჟურნალისტმა ნინი ჩიკვილაძემ ერთი დღე სასწრაფო დახმარების მანქანაში გაატარა და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ შედეგი. 15 ჩაიწერეს ელექტრის გამზირი 55-ის პირველი კორპუსი. მხოლოდ და მხოლოდ ის უცით, რომ პრობლემა არის გული. დაახლოებით რამდენ ხანში მივალთ? ნორმალური მოძრაობა რო იყო, დამჭირდება ალბათ 4-5 წუთი. დროის ათქვა დაიწყო, ვნახოთ როგორ მივალთ. ხშირად ხდება ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ არ გითმობენ გზას? ხშირად კი არა, რო გითხრა, ალბათ 70% მდგომარეობაში. აი ახლა ხო შევული, ამდენხანია მოვდივართ სირენი. გადავიდეს მარჯვნივ და მომწე საშუალო გავიარო, არა. გადაიცი მარჯვნივ. არა. 24 წუთზე მეტი დაგვჭირდა იმისთვის, რომ მოსულიყავით დანიშნულების ადგილამდე. ასწორებეთში ახლა შემოვიდა ზარი, ჩვენ სასწრაფოდ უნდა წავიდეთ ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ახალგაზრდა მამაკაცს საწარმოო ტრავმა აქვს. დაახლოებით რამდენ ხანში მივალთ? 5-6 წუთი, თუ ნორმალურად ვივლით. აი, ეხლა ჩვენ წინ მიდის მანქანა, რომელმაც ძალიან გვიან მოიფიქრა, რომ ჩვენთვის გზა უნდა დაეთმო. იმის და მიუხედავად, რომ სასწრაფო დახმარების მანქანას სირენები ჩართული აქვს. აი მოვედით დანიშნულების ადგილამდე, ზუსტად გასული არის 11 წუთზე მეტი, ანუ დაგვჭირდა ბევრად უფრო დიდი დრო, ვიდრე გვქონდა გათვალისწინებული. ბრუნდებოდით გამოძახებიდან, თუმცა გზაში კვლავ შემოვიდა ზარი და მივდივართ ადამიანთან, რომელიც არის ნაცემი. გეყოლყურეთ, არ გითხრათ ხარად. აი აღარ ვიცი, უბრალოდ მე რამდენი შემთხვევა დავაფიქსირო, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანას უბრალოდ გზას არ უთმობენ. ნამდვილად არ არის საამაყო ის, რაც ვნახეთ. და ნინი ახლა თვითონ მოგვიყვება იმ ყველაფერს, რაც ამ ვიდეოში ვერ მოხდა. გთხოვთ მიესალმეთ ჩვენი ჟურნალისტი ნინი ჩიკვილაძე. გამარჯობა ნინი. დიდი მადლობა, რომ იღებ ამ კამპანიაში მონაწილეობას. სამწუხარო კადრები გადაიღე და მთელი დღე გაატარე ამისთვის სასწრაფო დახმარების მანქანაში. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ის რაც თქვენ ნახეთ, ეს იყო ყველაზე მცირედი. სინამდვილეში იყო ის, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ საცობშიც კი როცა არ ვიყავით, ანუ პიკის საათში როცა არ ვიყავით, მაინც ხდებოდა შემთხვევები, რომ ავტომანქანები არ გადადიოდნენ გვერდზე და არ უთმობდნენ გზას სასწრაფო დახმარების მანქანებს. ამის გარდა იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, რომ ჩვენს უკან მოდიოდა მანქანა ძალიან ახლოს, ანუ ცდილობდა ჩვენი გზით რომ გამოეღწია მალე და ერთი დამუხრუჭება იყო უბრალოდ საჭირო და ჩვენ აუცილებლად ავარია მოგვივიდოდა. რაც შეეხება საცობებს, თბილისში ვცხოვრობთ, ყველამ ვიცით როგორი მდგომარეობაც არის, თუმცა ძალიან ხშირად იყო მართლა შესაძლებელი, რომ უბრალოდ ოდნავ გვერდზე გადაწეულიყვნენ, რომ
სირენა, როცა აქვს სასწრაფო დახმარების მანქანას ჩართული, უბრალოდ გამოეტარებინათ, მაგრამ ეს ხდებოდა ძალიან იშვიათად. და რისი ბრალია ეს ყველაფერი? ძალიან გამიკვირდა მე, რომ არ არსებობს კანონი. თუ არ გაატარებს სასწრაფო დახმარების მანქანას, ამასთან დაკავშირებული ჯარიმა არ არსებობს. ჩვენ კარგად აღნიშნეთ. ეს მხოლოდ თვით შეგნებაზე დამოკიდებულია. ყოველ შემთხვევაში ექიმები ვართ და ყველას გვესმის თითოეულ წამს რამდენად მნიშვნელობა აქვს ადამიანის გადარჩენისთვის დათო დამეთანხმება, ზუსტად მასთან მიყავს ხოლმე და ლევანისთან მიყავს ხოლმე სასწრაფოს ისეთი მძიმე პაციენტები, რომლისთვისაც ერთ წუთს აქვს მნიშვნელობა და მთელი უბედურება კიდევ ის არის, რომ 1000 ადამიანი ამ სასწრაფოს მანქანას როგორც შენს თქვი, მისდევს უკან, რომ გაასწროს სხვას და თავი სხვაზე ჭკვიანი გონია. მე იმას 10 მაგათ უფრო მეტად დაუჯდიდი და ასეთი ემოცია მომძრაობს მე. მეთანხმები კოტე რა არის ერთი მომენტი არის რომ ზოგჯერ როცა მართლა ძალიან ბევრი მანქანაა ქუჩაში შეიძლება ძალიანაც გინდოდეს რომ გადაადგილდეს ზოლიდან ზოლში და გაატარო უბრალოდ ამის საშუალება არ არის ხოლმე მაგრამ ეხა ის რაც შენ თქვი რომ სასწრაფო დახმარების მანქანას უკან ამოუდგე და მისდევენ რამდენჯერ გულისხმობს მართლა ძალიან უზღოლები ვართ ყველა საჭესთან ვზივართ და ამ ქალაქში დავდივართ ნინიმ სწორად აღნიშნავ ეს უნდა გახდეს ერის ყველა მძღოლის სურვილი რომ სასწრაფოს ხმის გაგონებისთანავე გადაიწიო გვერდით თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ის შემთხვევა როდესაც 24 წუთი აგვიანდება სასწრაფოს მისი პატრონი მისი მომლოდინე გულშემატკივარი კონფლიქტში შედის სასწრაფოს ექიმთან და როგორ წარმოგიდგენიათ ტრავმა რომელსაც ზუსტად 6 წუთი აქვს პირველად დახმარების აღმოჩენამდე თორემ მისი სიცოცხლე დამთავრებულია 24 წუთი გზაში 10 წუთი პატრონთან კონფლიქტში რატო დააგვიანე ვისი ბრალია და მერე რა ხდება როგორ წარმოგიდგენიათ იყო ასეთი შემთხვევაც რომ ჩვენ მოვდიოდით ჩვენს გზაზე და ვცდილობდით რომ რა თქმა უნდა სწრაფად მიგვეღწია დანიშნულების ადგილამდე და ამას ნამდვილად აკეთებენ მძღოლები ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოგვიწია რომ დაგვერღვია წესებით ვიარეთ წითელ შუქნიშანზე ვიარეთ ცალმხრივი გზით ყველაფერი გააკეთეს მოკლედ ამ სასწრაფო დახმარების მანქანებმა რომ დანიშნულების ადგილამდე სწრაფად მისულიყვნენ. მიუხედავად აი ამ დაბრკოლებებისა, 20-ზე მეტ გამოძახებას ასრულებს ერთი ბრიგადა 24 საათის განმავლობაში. ეს მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების, მძღოლების და ბრიგადის გმირობის ხარჯზე ხდება, მეგობრებო და არა ჩვენი შეგრძნება. ფათაშორის განვითარებულ მსოფლიოში ტერმინიც კი არსებობს ელვის ეფექტი, რაც ნიშნავს, რომ გადატვირთულ მოძრაობაშიც კი მანქანები გზის სხვადასხვა მხარეს გადადიან და სასწრაფო მანქანას ატარებენ, აი ზუსტად ასე, როგორც ჩვენ შეგვიძლია ვიდეოზე ვნახოთ. ნამდვილად მისაბაძი მაგალითია მე მშურს ასეთი ქვეყნები, სადაც ასეთი რამ ხდება. უბრალოდ ერთი რაღაც მართლა მაგრად ტეხავს, რომ ჩვენით ვერ უნდა გავაკეთოთ ის, რაც მოქალაქეობრივი ვალია თითოეული მძღოლის და არ იფიქროთ არასოდეს იმაზე, რომ თქვენ ეს არ გეხებათ. ეს პირადად თქვენ გეხებათ. მისი მაინც თუ არ გეშინიათ, რომ დაგაჯარიმებენ, იმაზე მაინც იფიქრეთ, რომ იმ სასწრაფო დახმარების ბრიგადა შეიძლება რომელიმე თქვენ ახლობელთან ეჩქარებოდეს. ამით თქვენ რაღაცა სამსახურს კი არ გაუკეთებთ სასწრაფო დახმარების მძღოლს, არამედ რეალურად გადადგავთ ნაბიჯს იმისთვის, რომ ადამიანს დროზე დაეხმარონ და მისი სიცოცხლე გადაარჩინო. მოკლედ დაუთმეთ გზა სასწრაფოს და გადაარჩინეთ სიცოცხლე. ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით.